მინდა თქვენგან მოვისმინოთ პირველ რიგში ინფორმაცია გრიპის ვირუსთან დაკავშირებით. რა მდგომარეობა გაქვთ თქვენს დაქვემდებარებულ სამხედრო ნაწილებში? რეალურად თუ არის გამოვლენილი უკვე ინფიცირებული სამხედრო მოსამსახურეები? ეს საიდან იცით? თქვენ რაიმე შემოწმება ჩაატარებთ თუ არავის მოუგო? მართავს კანტონო მინისტრო და ჩემს ექიმს გადავამოწმები ინფორმაცია და ანცეფენაკოს სიციანი არავინ არ ყავს და ვირუსიანი არავინ არ ყავს. ეს ისრებია სამხედრო მოსამსახურის სახელმწიფოს ჯარის გასაგებია. თვითონ მოვიდნენ თუ ამ გადამოწმების შედეგად აღმოაჩინეთ? თვითონ განაცხადეს კანტონო მინისტრო. სავალდებულო ჯარისკაცის სიცხესთან დაკავშირებით ერთი არის რადიკული და ორი სამხედრო მოსამსახურე 52 და რომელიც დაწერას ელოდებიან. ანუ დღევანდელი მდგომარეობით სტაბილურია მდგომარეობა და ნაწილი გამოწერილია. ეს არის დღევანდელი ინფორმაცია, რაც მინდა გთხოვოთ რომ რაღაცა ბიჯი შეარჩიოთ, თქვათ ყოველი მე-100 ან ყოველი მე-10 და მუდმივად ყოველდღიურად რომ მონიტორინგი გქონდეთ, რამე არ გაგვიყვანოს. ქვეყანაში არის ბევრი პრევენციული ღონისძიება ტარდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება მინიმალური იყოს გრიპის გავრცელების რისკი. ამ წუთას ჯანდაცვის სამინისტრომაც გააკეთა დღეს რამდენიმეჯერ განცხადება, არც პანიკის, არც არავითარი მსგავსი ტიპის აჟიოტაჟის პრობლემა არ არსებობს, თუმცა ჩვენი ხელისუფლების ვალია, რომ მაქსიმალურად სრული პრევენცია მოვახდინოთ იმისი, რომ პრობლემა არც წარმოიშვას. ჯარი გამომდინარე იქიდან, რომ ყაზარმულად ცხოვრობს, ერთმა და ვირუსით დაინფიცირებულმა შეიძლება პრობლემა შექმნას. ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწყვლადი ტერიტორია არის და ამიტომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგს ვახდენთ და დღეს გადავამოწმეთ უკვე ყველა მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სამხედრო ნაწილთან, ბრიგადის მეთაურებთან რეალური მდგომარეობა. ამ წუთას 12 ადამიანი ყავს სულ მთელი შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო ჰოსპიტალში, ისე რომ საგანგაშო არაფერი არ არის, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ პატარა სიცხის დაფიქსირების შემთხვევაშიც კი თუ კი თეორიული შანსი არსებობს, რომ მას გრიპის ვირუსი ჰქონდეს, ის მივლინებაში უბრალოდ დათხოვნაში გაუშვათ და შესაბამისად იმ სიცხეზე იმკურნალოს, ნაცვლად იმისა, რომ პოტენციურად რაიმე პრობლემა გააჩინოს. არავითარი კიდევ ერთხელ ვამბობ, პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჩვენი ამოცანაა, რომ ვითარება იყოს მაქსიმალურად კონტროლის ქვეშ.